შალვა, აბა რით ახსნეთ პრემიერის აი ესეთ განცხადებას? ის პრემიერ-მინისტრია ქვეყნის და ასეთი განცხადება გააკეთა. პრემიერ-მინისტრი არაპატრიოტი, არჩევნების გამყალბებელი, ხელისუფლების უზურპატორი, ივანიშვილის ხელისბიჭი და მონა, უცოდინარი და უპასუხისმგებლო, რომელმაც იცის მარტო უფროსების ბრძანების და დავალებების შესრულება და ამ შესრულების დროს საკუთარი იმხელა აზროვნებას კი არ აქვს, რომ რაღაცა ოდნავ არგუმენტირებული მიზეზი თქვას, რეალური მიზეზი, რაც მოხდა ჩვენს თავს და რაც არ დამთავრდება მალე, გახლავთ ის, რომ არჩევნების დროს ივანიშვილმა, მისმა დანაშაულებებმა ხროვამ გამოიტანა უზარმაზარი რაოდენობის დოლარი და გადაახურდა ლარზე, რათა 80,000 კოორდინატორი ხავდათ ადგილებზე, არჩევნების გამყალბებლები. აი მათთვის გადაეხადათ ეგრეთ წოდებული ხელფასი და ეს ყველაფერი იყო ჩრდილოვანი სხვათა შორის და მე იმ კოორდინატორებს კიდე საშინელ მდგომარეობაში მყოფი გაჭირვებული ხალხისთვის, უმწეოთა სიებში მყოფი ადამიანებისათვის შეეტან არჩევნების წინაღამეს 300 ლარი, 200 ლარი, 400 ლარი, ეს ყველაფერი იყო შავი ფული, რომელიც გადალარდა და ეს ამ ლარის მასამ უკვე დაიწყო კუპონიზაცია და შესაბამისად პირდაპირ კურსს დაარტყა. ივანიშვილმა ჩაიბარა ლარის კურსი 1.66 იყო 2013 წელს. შემდეგ აუშვა ეს კურსი იმისათვის, რომ გაწეული დანახარჯები 2012 წლის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ამოეღო ლარის კურსის თამაში დოლართან მიმართებაში. ეს მთლიანად ამოიღო. მერე ცოტა ხანს გააბალანსეს 1 და 2.25-ს დავიდა მგონი. გააბალანსეს არჩევნების წინ იმისათვის, რომ ხალხი დაემშვიდებიათ. გააბალანსეს და როგორც კი გაიღეს ეს 9 მილიარდი დახარჯეს არჩევნების. ანუ ივანიშვილს ადებ ხელს ლარის კურსის აი ეს მოძრაობაში ლარის მასის გამოსვლით საფინანსო ბაზარზე და საერთოდ ეკონომიკაში არჩევნების საარჩევნო მოსყიდვების გამო და ამხელა ლარის მასამ ბუნებრივია გაზარდა მოთხოვნილება დოლარზე და ამ დროს დოლარები სად არის? აგერ დოლარები ივანიშვილის დეკლარაცია მისი ხელით დაწერილი მოგიტანეთ, ეს დოლარები ქვეყნისაც და მისი პირადიც მოფენილია მთელ დედამიწაზე. დაწყებული როლს-როისიდან, გაგრძელებული Volkswagen-ით, გაგრძელებული Raiffeisen ბანკებით, გაგრძელებული ოფშორებში არსებული უამრავი კომპანიით, აგერ არის ჩამონათვალი, რომ ალბათ მორგანებსა და როკფელერებს შეშურდებათ ეს ყველაფერი და ნახევარი კიდევ არ არის შეტანილი და დამოუკიდებელი ჟურნალისტი ადამიანია, ბატონშალვა ჩვენ ხო ვიცით ამის შესახებ. ის მდიდარი ადამიანი, ანუ ეს დოკუმენტაცია რაიმე კრიმინალში იცავს, რომელიც სწორედ ამიტომ რასაც დახარჯავს ნებისმიერ საქმეში 100 მაგად და 1000 მაგად ამოიღებს. და ამ პროცესში ვართ ახლა, რაც დახარჯა არჩევნებში გასაყალბებლად, ხალხის მოსასყიდად, კოორდინატორების ხელფასებისათვის, ხელისუფლების უზურპირებისათვის დაიწყო მისი ამოღება და ბუნებრივია ამოღების პროცესმა ასახვა პოვა ლარზე პირველ რიგში ორგანიზში რამე რო იცვლება. პირველ რიგში ამას სისხლის ანალიზით იგებენ, ხო? და ეროვნული ვალუტა არის სისხლი, რომელიც ორგანიზმში, ეკონომიკურ ორგანიზმში მოძრაობს. როგორც კი დაავადდება ორგანიზმი, ანუ არჩევნების გაყალბებით, ფალსიფიცირებით, წარმოების ვარდნით თუ სხვადასხვა მიზეზებით, ან თუნდაც სტიქიურ უბედურებით, ის იმ წუთში აისახება კურსზე. და დაავადა საარჩევნო манипуляციებით, საარჩევნო კომბინაციებით, საარჩევნო ბოროტმოქმედებებით, დაავადა ეროვნული ლარი, გამოუშვა და შეაგროვა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ეს საჭირო იყო ნორმალური ეკონომიკური ბალანსისათვის და შესაბამისად შედეგებით სახეზეა, ამას მალე მიყვება უკვე ფასების ზრდა და ეს გარდაუვალია.